ვისაც არ უნდა გადაწიონ, გადმოწიონ, სულ რომ ვერამდე ნიკოლოზის ქუჩამდე განდევნონ ეს ხალხი გუწრფელად დგას აქ სახლში ვართ და ხვალ გაცილებით მეტრის ზეგ და მანამ სანამ არ იქნება მიღწეული მიზანი ჯინი ბოთლიდან გადმოუშვა ბიძინა ივანიშვილმა ვერც ერთი პროკურორი და ვერც ერთი სპეცნაზელი და არ ვიცი ნებისმიერი ძალოვანი უწყების წარმომადგენელი ვერც ერთი ხელბორკილით ან ქართველი ხალხის ნებას მართალნებას ვერ დააკონსერვებს ვერ ამოაშთობს გამორიცხულია ხო პატივია ამ პროცესში ყოფნა პატივია აქ დგომა ჩვენთვის თქვენი მაყურებლებისთვის გაცილებით მეტნი ვიქნებით მანამ სანამ გავიმარჯვოთ ხო შიდობია გასაგებია ამ ბატონებისთვის ეს პატივი არ არის ასე არის პატივი დამბილად ხო ყველა ქართველმა ყველა წარმატებულმა საქართველოს მოქალაქემ სხვადასხვა სოფლიოს კუთხიდან სოლიდარობის განცხადება გაავრცელა განსხვავებულმა ქართველებმა ხო რისთვის რატომ ვინმე დაავალდებულ არა ყველა მიგრძნო რა პროცესია ამ პროცესში პირდაპირ გულწრფელად გეუბნებით დამარცხება არ უწერია არც ერთ საქართველოს მოქალაქეს და მით უმეტეს სახელმწიფო ინტერესს და პატივია დღეს როდესაც შენ დაგიჭერს იმიტომ რომ იცი რომ უკანონოდ დაგიჭერს და სამაგიეროდ იქნები ამაყი მაგრამ დაგიჭერს შენ გამოვა შენი შობელი შობელს დაიჭერს შვილი გამოვა შეუჩერებელი პროცესია პანდორას ყუთი გახსენი ბიძინა ივანიშვილო რომელიც ვეღარ დაიხურება და დაიხურება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში აღდგება კონსტიტუციური წესრიგი დიახაც კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინე განიზრახე ბოლომდე მოიდგო შენს თარგზე სახელმწიფო მაგრამ ამის უფლებას ქართველი ხალხი არ მოგწევს უბრალოდ არ მოგწევს იმიტომ რომ დავინახე ჩვენ ერთმანეთს დავინახეთ რომ ვიყავით დღეს ძალიან ამაყები შიშველი ხელებით სუფთა სიმართლით ზნეობით და მორალური უპირატესობა შენს ხარეს როდესაც არის 4 კედელიც პატივია შენთვის ამიტომ აი ეს პროცესი იქნება გაუჩერებელი შენო კარგო გეგმა არის ეს ნაბიჯები გადადგმული გადასადგმელი არის ეს ბევრი ხალხი ოჯახებით შვილებით რუსთაველის გამზირზე საქართველოს ყველა ქალაქიდან კუთხიდან ამაზე დიდი გეგმა ვიდრე საქართველო არის და სახელმწიფოს ინტერესია